ბევრი ფულის შოვნა სიმამაცეა, მისი შენარჩუნება სიბრძნე, ხოლო გონივრულად ხარჯვა ხელოვნება. ლუციუს ანეუს სენეკა. ფული თანამედროვე სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი სახელმწიფოების საყრდენ მამოძრავებელ სისტემას წარმოადგენს. ის მართავს მსოფლიოს, მის გამო იწყება ომები და მას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენაც. მაგრამ როგორ მივიდა კაცობრიობა ოდესღაც ერთმანეთში სხვადასხვა ნივთის გაცვლიდან, ანუ ბარტერიდან ბიტკოინამდე? როგორ შეიქმნა ფული? რატომ გადაწყდა ოქროს და ვერცხლის მონეტებს ჩაენაცვლებინათ ხორბალი, ნიჟარები და ქოქოსები? როგორ მოხდა ისე, რომ ოდესღაც უსწორმასწორო მეტალის მონეტებიდან ჩვენ ვირტუალური გადახდის სისტემამდე და კრიპტოვალუტამდე მივედით? ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებსაც დღევანდელ ვიდეოში განვიხილავ. დღეს ვისაუბრებ ფულზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გაკვეთილოს, რომელიც პატარებს ეხმარება ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაში და გარდა ამისა შემეცნებაში. გაკვეთილო არის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელშიც პატარებს და პრინციპში არა მხოლოდ პატარებს შეგიძლიათ საკმაოდ საინტერესო ლექციებისა და გაკვეთილების მოსმენა. თუ გსურთ, რომ შეიძინოთ ისეთი ცოდნა, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგებათ, მაშინ გაკვეთილოს სოციალურ ქსელებს, ისევე როგორც მათ ვებგვერდს, ვიდეოს აღწერაში დავტოვებ. გაეცანით მათ კურსებს და შეიმეცნეთ გაკვეთილოსთან ერთად. მე კი დაუბრუნდები ჩვენი დღევანდელი ვიდეოს თემას – ფულს. უძველეს ეპოქაში ფული და ზოგადად ვაჭრობა არ არსებობდა, მაგრამ იმ პერიოდის ადამიანები ერთმანეთთან რაღაცის ხარჯზე ახერხებდნენ სასურველი ნივთების, საკვებისა თუ სურსათის მიღებას. პროცესს, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთში საჭირო ნივთებს ცვლიდნენ, ბარტერი ეწოდებოდა. ამბობენ, რომ პირველები, ვინც ბარტერს მიჰყო ხელი, ეგვიპტელები იყვნენ და ეს ყველაფერი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 10,000 წლის წინ ხდებოდა. ეგვიპტეში ბარტერისთვის ყველაზე ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ხორბალს და ძროხებს. გავიდა გარკვეული დრო და შედარებით მარტივი რაღაც გახდა მოსაფიქრებელი. მიზეზი ძალიან მარტივი იყო. მაშინ, როდესაც თქვენ გსურდათ ცოტა რაოდენობის ნივთის შეძენა, ძროხას ვერ გაჭრიდით და 1/4 ძროხას ვერ გადაიხდიდით. შესაბამისად, საჭირო გახდა სტანდარტიზებული ვალუტის შემოტანა. სწორედ ასე, ძველი წელთაღრიცხვით 4000 წლის წინ გაჩნდა პირველი ვალუტა, თუმცა საუბარი, რა თქმა უნდა, მონეტებზე არ მაქვს. მესოპოტამიაში ქერი უნივერსალურ ვალუტად გადაიქცა. მუშებს კი გაწეული საქმიანობისთვის გასამრჯელოს ლუდით უხდიდნენ. აქ ერთ რაღაცას მინდა გაუსვა ხაზი. არ იფიქროთ, რომ დამსაქმებელი, ასე ვთქვათ, ატყუებდა მუშახელს და ძალიან იაფს უხდიდა. არა, სულაც არა. ოდესღაც ლუდი ითვლებოდა ბევრად უფრო სასარგებლო სასმელად, ვიდრე წყალი. ისე სადღაც რო დავფიქრდეთ, წარმოიდგინეთ სამსახურიდან მოსული ზრდასრული ადამიანი, დაღლილზე რომ ლუდს სვავს, შეიძლება მესოპოტამიური წინაპრების დამსახურება იყოს? არ ვიცი. კაი, მოკლედ დაუბრუნდეთ ფულის თემატიკას. აცტეკები და მაიას ტომის ხალხი ვალუტის ანალოგად იყენებდნენ კაკაოს მარცვლებს. წყნარი ოკეანის კუნძულებზე კი კაურის ნიჟარებს. უცნაური კი ისაა, რომ აღნიშნული ნიჟარები გარკვეულწილად საერთაშორისო ფულადაც კი ითვლებოდა. მათ ბარტერისთვის აფრიკაშიც კი იყენებდნენ. აი, ჩინეთში კი კაურის ნიჟარები დეკორაციებისთვის ჭირდებოდათ. დროსთან ერთად ნიჟარებსაც შეექმნათ პრობლემები, იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ სურდათ ტანსაცმლის ან თუნდაც საკვების გაცვლა ნიჟარაში. მიზეზი აქაც ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ დიდი ტალღების შემდეგ რა რაოდენობის ნიჟარა შეხვდებოდით სანაპიროებზე. ამან, რა თქმა უნდა, გააუფასურა ისინი და შესაბამისად ვალუტამ კრიზისი განიცადა. სწორედ ამიტომ, ისევ და ისევ ეგვიპტეში, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 3000 წელს, მიმოქცევაში შემოვიდა ოქროს ზოდები. მათ წონიდნენ ყოველი გამოყენების წინ. შედარებით უფრო იაფი და ნაკლებ ღირებული საქონელი კი არა ზოდების, არამედ ოქროს ბეჭდების სანაცვლოდ იყიდებოდა. მესოპოტამიაში შემოიღეს ოქროსა და ვერცხლის ზოდებისა და ბეჭდების საზომი ერთეული, შეკელი, რომელიც გარკვეულ წონას წარმოადგენდა. დღესდღეობით შეკელი ისრაელის ეროვნულ ვალუტას ჰქვია და იგი ასევე ლეგალურად გამოიყენება პალესტინის ტერიტორიების დასავლეთ ნაწილში, ღაზას სექტორში. ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1100 წელს ჩინელებმა ფულის ალტერნატივად ბრონზის შენადნობის გამოყენება დაიწყეს. ისინი ადნობდნენ ბრონზას და შემდეგ ასხავდნენ ან პატარა ნიჩბების, ან პატარა מחვილების ფორმაში. მოკლედ, ფორმები იცვლებოდა, მაგრამ მონეტამდე ჯერ კიდევ 500 წელია დარჩენილი. ერთ-ერთი პირველი მონეტა ძველი წელთაღრიცხვით 600 წელს, ალიატეს მეფობის პერიოდში, ლიდიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე გაჩნდა. პრაქტიკულობისთვის მონეტებს მრგვალი ფორმა ჰქონდათ.
შემადგენლობაში შედიოდა ოქროსა და ვერცხლის შენადნობი. მონეტის ერთ მხარეს კი ამოტვიფრული იყო ლომის თავი. მონეტის ფასი განსაზღვრული იყო იმ მეტალის ღირებულებით, რომელსაც შენადნობაში იყენებდნენ. ამიტომაც ბევრად მარტივი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა მოგივიდოდათ ერთ მონეტად. ერთი შეხედვით ძალიან უბრალო, პატარა მრგვალი ფორმის ოქროს შენადნობა მსოფლიო შეცვალა. დროსთან ერთად შესაძლებელი გახდა საერთაშორისო გაცვლებში მონაწილეობის მიღება. იქიდან გამომდინარე, რომ ოქროსაც და ვერცხლსაც თითქმის ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე ფასი ჰქონდა. აქვე ერთ საკმაოდ საინტერესო ფაქტს მოგიყვებით. რომაელები მონეტების გამოწრთობისას იმპერატორის სახეს ტვიფრავდნენ მასზე. თუმცა იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მონეტებს ადნობდნენ და მათ უკვე ახალი იმპერატორის სახით უშვებდნენ. მაგრამ გავიდა დრო და ოქროს, ვერცხლის თუ ბრინჯაოს მონეტები ქაღალდის ფულმა ჩაანაცვლა. პირველი ქაღალდის ფული ჩინეთში გამოჩნდა, დაახლოებით 1100 წელს. მიზეზი საკმაოდ მარტივი იყო. ქვეყანას არ ჰქონდა შესაბამისი რაოდენობის სპილენძი მონეტების შენადნობის გასაკეთებლად. ამას გარდა ვაჭრებს მაინც და მაინც არ სიამოვნებდათ მძიმე მონეტებით სავსე ტომსიკების ტარება. ქაღალდის ფული იყო ერთგვარი დასტური იმისა, რომ ამ ქაღალდის სანაცვლოდ მეპატრონე მიიღებდა შესაბამისი რაოდენობის ოქროს ან ვერცხლის მონეტასა თუ ზოდს. მეტიც, პირველ ქაღალდის ბანკნოტებს ჩინურად ეწერა, ვდებ პირობას, რომ გადავიხდი ოქროთი. ისე ინფლაციაზე თუ ხსმენიათ რამე, თუ არა მაშინ აუცილებლად ეწვიათ გაკვეთილო სოციალურ ქსელებს და დაათვალიერეთ მათი კურსები. მოკლედ, რაშია საქმე. პირველად ინფლაცია სწორედ ჩინეთში დაფიქსირდა. იმპერატორმა იმაზე ბევრად უფრო დიდი რაოდენობის ფული დაბეჭდა, ვიდრე სასარგებლო წიაღისეული ჰქონდა ქვეყანაში. ევროპაში ქაღალდის ფული დაახლოებით 200 წლის შემდეგ გამოჩნდა. ქაღალდის ფულის ამბავი აქ მოგზაურმა მარკო პოლომ ჩაიტანა, თუმცა ევროპას იდეა მყისიერად არ მიუღია. აქ ყველაზე პოპულარული მონეტა ფლორინი იყო, რომელიც მზადდებოდა სუფთა ოქროსგან. მაგრამ მეზღვაურები ვერ რისკავდნენ სუფთა ოქროსგან დამზადებული მონეტების სხვადასხვა ქალაქებში გადატანას მეკობრეების გამო. სწორედ ამიტომ ევროპაში გაჩნდა ვექსელი, იგივე თამასუკი. მეზღვაურები ევროპის სხვადასხვა ქალაქში სწორედ ამ ვექსელის დახმარებით იღებდნენ ფულს, მიდიოდნენ სხვა ქალაქის ბანკში და წარადგენდნენ ფასიან ქაღალდს. ასე გაგრძელდა მე-17 საუკუნემდე, მანამ სანამ 1661 წელს სტოკჰოლმის ბანკმა არ დაიწყო ქაღალდის ბანკნოტების ბეჭდვა. მათი ოქროსში ან ვერცხლში კონვერტაცია საკმაოდ მარტივი იყო, თუმცა აქაც იგივე რაღაც მოხდა რაც ჩინეთში. სტოკჰოლმის ბანკმა იმაზე ბევრად უფრო დიდი რაოდენობის ფული დაბეჭდა, ვიდრე ოქრო ჰქონდა. სიტუაცია შეიცვალა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანკნოტების დაბეჭდვაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ აიღო. ხალხი მათ ნდობას უცხადებდა და ბანკნოტები დროსთან ერთად კანონიერ გადახდის საშუალებად გადაიქცა. იმისთვის, რომ ქაღალდის ფულს არ დაეკარგა სანდოობა, სახელმწიფოები შეთანხმდნენ ეგრეთ წოდებულ ოქროს სტანდარტზე. ეს იყო სისტემა, სადაც თითოეული ბანკნოტა არის გამყარებული ოქროთი. ეს შედარებით უკეთ იცავდა ფინანსურ სისტემას ინფლაციისგან. ქაღალდის ფულს ვერ დაბეჭდავდნენ განუსაზღვრელი რაოდენობით. მაგრამ ოქროს სტანდარტით ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ეკონომიკური კრიზისებისა და ომების შემდეგ მასზე უარი პირველმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რადგან მას სურდა ეკონომიკის სტიმულაცია. დროსთან ერთად მას სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც მიბაძეს. გავიდა დრო და 1946-1952 წლებში შეიქმნა პირველი საბანკო ბარათები, რომლებიც ბანკირმა ჯონ ბიგინსმა შემოიღო. მომხმარებლები მაღაზიებში ნივთების შეძენისას ან მომსახურების მიღებისას ეგრევე არ ეხდიდნენ ფულს. ისინი ატარებდნენ ბარათს, ბანკი კი თავის მხრივ პასუხისმგებლობას იღებდა, რომ როცა მაღაზიას ან მომსახურების გამწევს დასჭირდებოდა ფული, ბანკი შესაბამის თანხას მისცემდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შემდეგი საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ, რაც ფულის ისტორიაში გაჩნდა, გახლავთ დაინერს კლუბი. დაინერს კლუბი ეს არის ბარათი, რომლის დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ რესტორანში შეჭამოთ და შემდეგ გადაიხადოთ. ეს იდეა მოაფიქრდა ერთ-ერთ ფინანსისტს, რომელსაც საფულე სახლში დარჩა. გავიდა დრო და გაჩნდა საკრედიტო ბარათებიც, რომელთა დახმარებითაც მომხმარებლებს შეეძლოთ გარკვეული თანხის ბანკისგან სესხება და შემდეგ ასევე გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ უკან დაბრუნება. იმისთვის, რომ საკრედიტო ბარათები უნივერსალური გამხდარიყო, საჭირო გახდა მათ უკანა მხარეს მაგნიტური ლენტის დამაგრება, რომელიც მომხმარებელზე არსებულ ყველანაირ საჭირო ინფორმაციას ინახავდა. მაგრამ საკრედიტო ბარათები, როგორც გლობალური მოვლენა ფულის ისტორიაში, მხოლოდ მიკროჩიპების გამოჩენის შემდეგ გახდა შესაძლებელი. აი 1997 წელს კი ამ საკრედიტო ბარათების დახმარებით მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღაზიებში, არამედ
ინტერნეტშიც შეეძლოთ თანხის გადახდა. აი საკრედიტო ბარათი კი, რომლის დახმარებითაც შეგეძლოთ უკონტაქტოდ გადახდა პირველად დიდ ბრიტანეთში 2008 წელს გაჩნდა. აი რევოლუცია კი ფულის და ზოგადად ფინანსების ისტორიაში მოახდინა სატოში ნაკამოტომ. არავინ იცის ვინ არის სატოში ნაკამოტო. იგი ანონიმურად რჩება. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ერთი ადამიანი კი არა, ადამიანთა დაჯგუფება იყოს. მოკლედ, სატოში ნაკამოტომ შექმნა ბიტკოინი. ბიტკოინი ერთგვარი კრიპტოვალუტების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს და იგი ვალუტის ის ერთეულია, რომელსაც არანაირი ცენტრალური სისტემა არ აკონტროლებს. ანუ იგი დეცენტრალიზირებულია. მოკლედ, ფულმა საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა ნიჟარებიდან ბიტკოინამდე. მაგრამ ერთი რამ ფაქტად რჩება. ადრეული ასაკიდან ფინანსური ცოდნის მიღება სამომავლო ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისია. გაკვეთილო კი არის პლატფორმა, სადაც ამ და პრინციპში არამხოლოდ ამ მიმართულებით შეგიძლიათ მიიღოთ ცოდნა. თუ გსურთ ფინანსური ცოდნის ჩამოყალიბება, ან თუნდაც გაქვთ იმის სურვილი, რომ ჩაერთოთ დისკუსიებში, სადაც იქნება განხილული რეალური მაგალითები, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ გაკვეთილოს, ლინკები აღწერაში იქნება, გაეცანით მათ კურსებს და შეიმეცნეთ გაკვეთილოსთან ერთად. მე კი უბრალოდ დაგემშვიდობებით. დროებით.